დღევანდელი ვიდეო იქნება მონტენეგროს შესახებ. ჩამოვედით ჯერჯერობით აეროპორტის რიგში ვართ. ჩამოვიდა ჩემი ბარგი სახსალამათი, ასე გამოიწვლება და გადავწყვიტე ვინაიდან სოფლის გრუნტი და გზაგია გადავაკეთე ჩემი სამოგზაურო ჩანთა ჯიპად. ეხლა ვიგანახებთ ეს როგორ მოხერხდება. აი ეს კაუკენ ახალსაბურავის. Falta time de amassar o chai. კიდევ კაი ზამთრის პაკეტში დავუყენე. ჩემ ჩანთას თუ არა ამ უგზოობაში რაღაცა ვერ ვატარებ ჩანთას. ანუ გზა არ აგია არც აქ. ქვეითები არც არა გათვალისწინებული. არც ერთი საფეხმავლო ბილიკი არ არის. სულ აი მხრეშზე და გაუბედურე გზაზე მოდივარ აეროპორტიდან. რომ მივიდი ავტო ტრანსპორტამდე და წავიდე სხვა ქალაქში. საშინელი გზა არის. საფეხმავლო ბილიკი არ არსებობს. მოკლედ სანაპიროზე ჩამოვედით, ვიფიქრეთ საღამოს დავისვენებთ, მუსიკას მოусმენთ, განვიტვირთებით მთელი დღის ნამგზავრები და გაყიდული არის მთელი სანაპირო და ადამიანს უკვე 10-ის მერე აღარ შეუძლია რომ გავიდეს და ზღვაზე ისარგებლოს. დანარჩენი ადგილები კიდევ ზღვისპირას არ არის მისასვლელი ადგილები, ანუ მაგ მხრივ ძალიან საშინელება. გათენდა მეორე დღე დღის სინათლეზე კარგად გამოჩნდა უფრო მთელი ქალაქი, თან ცოტა შემაღლებულ ადგილზე ვარ. და ლამაზია მთა და ზღვა ერწყმის ერთმანეთს. სილამაზე აქვს აშკარად, მაგას ვერ დაუწვი. ეს არის ბუდვას ციხესიმაგრე. შენარჩუნებულია ძველი ქუჩის სტილი, ინტერიერი, გათვალილები. აქაური ლესელიძე არა. ძალიან უჟიმური ხალხია რა. აი რა ვინ არის? მაღაზია კონსულტანტი ხო არის? აი ხო დაინახა კლიენტი, ხო შეიძლება გაუგიმოს რომ მოგდადი. არა, აი გონია რომ გიწევს რა, გიჩხუბება. საშინელება. ეხლა უკან ხალი მოდის სექსი მიყურებს, ასე მგონია რავი, კრიმინალი ვარ. სულ აი რაღაცა სოფლი ბოლოა რა, აი ესეთი გიყურებს ყველანი. რო გაიოლი და ლამაზი ქალაქია. ვერ დაუკარგავს სილამაზეს, სილამაზე აქვს. სილამაზე აქვს, წყალიც ძალიან ლამაზი არის. კამკამა. მოკლედ, რასაც გუშინ ვამბობდი, ეხლა აი სადაც გამოვედით ეს პლაჟი არის კერძო საკუთრება. ამ კარებს მოხურავენ, საიდანაც გამოვედით, ზედაკარებს მოხურავენ, საღამოს 9 საათზე, 10:30-ზე და ზღვაზე რო გამოხვიდე და მიიღო სიამოვნება მთელი ბუდვას ტერიტორია, რაც სანაპიროა, სადაც კი ქვიშაყრია, სადაც კი შეგიძლია რომ ღამე ზღვაზე გამოხვიდე და დაისვენო, ან განიტვირთო, ან რავი, ცოტა ლუდიდალიო, წენდალიო, ვერ შეძლებ. ვინაიდან ღამე არ დამცალდა ზღვაზე გამოსვლა და სარგებლობა, გადაწყვიტე დილით გავსულიყავი სანაპიროზე და მესარგებლა. შევედი წყალში გასაგრილებლად და თაკომ დაინახა რაღაც ზღარბი. გადავწყვიტე გამომეყვანა ნაპირზე და მომეძიებინა ინფორმაცია რა იყო ეს ზღარბი. გამახსენდა მერე რომ ბარსელონაში მქონდა ნანახი ბოკერიას ბაზარზე. მოვიძიე ინფორმაცია როგორ უნდა მიმერთვა და თავად ნახავთ რა შედეგი მოყვა ამ ყველაფერს. თევზი ჩემი დაჭერილია ხელი. ქვების ქვეშიდან გამოვატრიე, გავიხსენე ბავშვობა. ეს რაღაცა წყლის ზღარბებია, არც ვიცი იჭმევა, არ იჭმევა. ასენი დავიჭირე. და რაღაცა წყლის მატლებია. ორი ცალი მაქვს დიდი წყლის მატლი დაჭერილი და კიდე დავიჭერ, გამოვიყვანდა.
განა. ოფლაში ჩანს არ ვიცი, თუ გავიგებ ხო იჭმება შევჭამ. გავშინდა. ჯერ არ ვიცი იქნება თუ არ იქნება. სხვადასხვა ფერებია, შავია, წითელია, მრავალფეროვნება გვაქვს. კარგად გარეცხო და უბრალოდ იხსნება და უმათქო შეგიძლია მიირთვა. მაგრამ შეგიძლიათ ოდნავ ცხელ წყალში ჩაყაროთ, რომ კარგად გაირეცხოსავით, რა ზედმეტი ისინი მოშორდეს, რა ცხელი წყალი ჩამორეცხავს ზედმეტ ბაქტერიებს და ცუდი რასაც. თუ უკვე გატეხილია, ესე იგი შიგნით ცუდი ნივთიერებები, აი ბაქტერიები და ცუდი რაღაცები შესული, ამიტომ სულ უნდა იყოს ყლიანი. და გავარკვიე რომ თურმე შავი ზღარბები არ იჭმება და ესენია წითელი ზღარბები. წითელი ზღარბები იჭმება. იმედი აფეთქე არავის შეერჭება. თუ შეერჭება რუსებს შეერჭოს. ასევე დავიჭირი რაღაც მატლი. მაქვს ნანახი ჩინელები როგორ ჭამენ ამას. რაღაცნაირად ფსავს. ანუ წყალსაც ხავს რა. მოდი ამასაც არ ვაწვალებ. ამას გავუშვებ. ეს თევზი რაღაცა უცნაური თევზია რა. ყავს მყდარუნებს, ვითომ მყდარია და მე დახტუნავ, ამოტრიალებული დაცურავს რა, ვითომ მყდარია და გადის. ანახე, გავყურე, გამოსაცვლელად. კონი მართლა მოკვდა? არა, არა. ავა. მოკვდა? უყურე, შენს მოკვდა და როგორ მისულა, ხედა? დაიქცა? ხო. ოპა. რა დებილი რამეა? ეგრე დაცულა. შემეწა. ეს ხალბატონი მოვიდა ჩემ გვერდზე. ხო და აინტერესებდა. მე უთხარი გაგასინჯებ ხო, მეც არ ვიცი ეს იქნება თუ არა. თუ არ მოკვდა მე შევჭამ. არ უნდა მგონი. მასშტაბები გაზარდა. Ну, его батя что писал, это же прикольно полностью. И был. Он просто в книге. Я говорю, это не видел. Даже мысль до того, что ему морских ежей. А то силы в номере. Супер. И на пробы. Как идем? Вкусно. Реально вкусно. Пошел дальше рыба, да. Пробуй, пока уже щекотно. Соленая. Да. Да, вкусно. Ина, попробуй. Не чуть-чуть, так попробуй. Я не попала. Тёма, хочешь попробовать? Попробуй. Ина, сними меня картошку. Ина, сними. არ მეწონა. მე ძალიან მომეწონა, გაიგო ხო? გასასინჯად გაიგო, მაგრამ პური არ უნდა ჩაიყარო. პური არ უნდა ჩაიყარო, 1500 რო გამოიტანე. მე დავიწყე მასწავლებლობა და ვასწავლე ხა ჩემ მოსწავლეს როგორ ხდება ეს. წავედი ჯოხები მოვაწყვეტინე. მოიტანა და გვერდზე და ახლა თონაკეთე. ის Yeah. Which one? მთელი დღე ვიყავით სანაპიროზე და სისტემატიურად მოდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი, ნახულობდნენ, ფოტოებს უღებდნენ, თხოვდნენ შეიძლებოდა თუ არა გასინჯვა. ისე გავიდა მთელი დღე რომ ვერც გავიკეთ. აი ესე დაგვეწვა ბიჭი.
ზურგით იმ თევზაობაში, მაგრამ წინიდან ნახე, წინიდან ადამიანი ხარ. ხო. გრიდან დამწვარი ადამიანი. კარგად გავერთეთ. მოკლედ, აქაური ხალხი ძალიან უჯმური და ხასიათო ხალხია, მაგრამ ტურისტებმა ეს აურა გადაწონეს. რადგან კვირა დღე არის, დაკეტილი არის ყველა სუპერმარკეტი, რომ შეიძინა რაღაცა ოსტნეული პროდუქტი და წერან კაფეში მივირთვით პიცა, რომელიც ვიდა 15 евро და ძალიან პატარა იყო. ეხლა ეს პატარა 2 ცალი ბურგერი, ერთი კოლა და ფრი დაჯდა 22 евро. და ეს არის ყველაზე პატარა მენიუ, რაც შეგიძლიათ მივიღოთ. ისე ცოტა ნორმალური მენიუ, სადღაც 50 ევროზე. თავი, საქართველოს ფასებთან კი არა, ზოგადად ევროპის ფასებთანაც და ყველანაირ ქვეყნის ფასებთან შედარებით ძალიან მაღალია აქ. გარეთ ჭამაც და ზოგადად მაღალი ფასებსაც კატასტროფა არის. რა შეგიძლიათ ნახოთ ქალაქ ბუდვაში? ულამაზესი სანაპირო, რაც მართლა ძალიან ლამაზი არის. კლდოვანი, კამკამა, სუფთა წყალი, პლიაჟებიც ქვიშა არის. შეგიძლიათ ისიამონოთ, ოღონდ მხოლოდ დღის საათებში, საღამოს იკეტება ყველა პლიაჟი და ზღვაზე აღარ შეგიძლიათ გასვლა. შეხედე რა ლამაზია ხალხო, აბა გახედეთ რა ლამაზია ჩასაქაურობა. ყლდე გინდა, ზღვა გინდა, კამკამა. რა ყველაფერია რა მოკლედ რა. ვერ შეხვდებით აქ ვერც წყლის გამყიდველს, ვერც სიმინდის გამყიდველს. რადგან კერძო პლიაჟებია და სასტიკად აკრძალულია, ყველა პლიაჟზე არის თავისი ბარი. და იმ ბარში უნდა იყიდოს ვინც პლიაჟზე ისვენებს. ფასები კი რა თქმა უნდა არის გაფრენილი. 20 ბირი. მოკლედ ისე მჭიდროთ არის ეს ხალხი, ვიწრო სანაპირო არის. ისე მჭიდროთ არის ხალხი წამოკოტრიალებული, რომ ცოტა ჯიუჯის ან რომელიმე საბრძოლო ხელოვნებას არ ფლობ და გიჭირდება ადგილის მონახვა და წამოკოტრიალება. სელოტკა თევზების. ასევე შეგიძლიათ ლამაზი ფოტოები გადაიღოთ ბალერინა კაპუჩინასთან. აბა პოზა გამიკეთე და ხშირად შეხვდებით ტურისტებს, რომლებიც მის მსგავს პოზის გაკეთებას ცდილობენ. ლამაზი ფოტოები გამოდის სხვათა შორის. გედების ტბა გამიკეთე, გედების ტბა, კარგია. თუ საქანელაზე ვიდეოს ამ ფოტოს გადაღება მოგინდებათ, უნდა ჩადგეთ უშველებელ რიგში. ეხლა კიდევ არ არის ის დღის ის პერიოდი მზი არ უდგება და ამიტომ ცოტა ადამიანი არის. კარგია, ეხლა ის ბავშვი პორჭიალობს იქ. რა, ვერ არის. სამი საათი ცდილობს მას. ეგ გასაბერი ლეიბი ცდილობს და დედამისი მოვიდა ეუნება წადი. გამოდიო შვილო, გამოდიო, წამოდიო. არაო საშენო იგა. ორი ბუშკუნაა ბავშვი. თუ სწორ აკურსაც დაიჭერ. პიონიერი პროგრამა. ესეთ გას საწყლად ელოდება თავის ფოტოსესიის. ვაიმე, ვაიმე. სიყვარულს აუთხარი თუ არა. აი ეს ბავშვი ახლა 1 საათი ეკატავს აი ხა. გითხარი წა. ზე შუაში იყო და გადავიდა უკვე ზღვის ბოლოს არის. დავიღალე. აღარც ესეთი ვიდეო მინდა, აღარც ესეთი ფოტო მინდა. იმასაც გაუუტყვა რა. ჩამობალღო ჩამოეთრი გეყოს ა. ცოტა იცურავე ახლა. გამოდი ნაპირზე გაში არ გაცილო. გამოვიდა ეს ბავშვი. როგორც იქნა. ეხლა აბა თუ შეძლებს ავღოდას. რა ვხდები ძმა როგორ და? გოხვდი რო ჯონზიო. დიდები კი არიან ეს აქაური ქალბატონები, მაგრამ ესეთი უი. კარგი, ხება მარწყინა. მე ვხდები გარშემო. შენ უფრო მაგრად ახდი, ესენი ვაფშე ვერ წდებოდი. ოპა, молодец. ოპა. ოჩა. რაღაც თევზები მოდიან და
ფეხზე რა ხო გადაგიღე ფეხლა ოპა მართლა ვეკაიფები? ხოზაც გაამზადა შვენიერ თაგო ფოტო x2 x3 მოემზადე 1 2 3 1 2 7 1 2 9 1 2 1 2 1 2 1 2 ხო და წამოდი დანარი უნიტაზი და კრაუტი დარი კარგია ეხლა გაქანაება მომინდომა უარეყო რაც მაწვალა აუ ვერ შემოვალ კაი არ შემოხვდა შენ თვითონ იწვალე შენ ხო ყველანაირად ნიჭიერი ხარ იმიტომ რომ შორტიკის მაღლა უკვე მუცელია და მუცელი რო დამიშველდეს არ მაწყობს ანუ ფოგანტიო არა აღარც მზია არც არაფერი გავიყინე უკვე მიდი ჩემი სირინოზი წავედით ჰა გეყო სტრუპალაობა ნუ მიღებ ვიდეო ჩემ ტელეფონში და აი კიდევ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი სვეტი სტეფანი შვენიერი ადგილია სხვათა შორის დრონი არა მაქვს და ცოტა ისე ექსტრემალურად სტოლბაზე დაყრდნობი და მოაჯირეზე სიარულით მიწევს ვიდეოს ჩაწერა თუ იმეს გენდომებათ გასპონსორება ან დრონის ჩუქება აგერ აქ ვარ არა მაქვს პრობლემა უარს არავის არ გეტყვით მართლაც რომ ულამაზესი არის ჩვენი სტეფანი არა ჩვენი არა ბაბუა ჩემს მართლა ძალიან ლამაზია სტეფანის სვეტი თავისი პატარა სანაპიროთი გვინდოდა შევსულიყავით და იმენას დაგვეთვალიერებდით მაგრამ დაგეტილი დეტალები მაგრამ გარეთ ამ სილამაზითაც ვაყოფილები ვართ საერთოდ შემოსასვლელი სანაპიროს დაგეტილი ვარ და ისიც მაგაზეც მადლობა ჩვენ მონტენეგროს ასეთი იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარები შემდეგში რომელ ქვეყანაში წავიდე და რა გადავიღო იმედია ჩემი YouTube არხი განვითარდება და რაღაცა ხეირსა ვნახავთ რა ბუდვადან სვეტი სტეფანი არის 25 სავალზე და თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებ 2.50 евро ღირს მოგვეწონა ეს პატარა სანაპიროები ძალიან ლამაზი ადგილია რომ 3 დღით ჩამოვიდეთ დაათვალიეროთ ნახოთ ის სიამოვნო ლამაზი სანაპიროები გადაიღოთ ფოტოები ვიდეოები ამ შემთხვევაში კარგია ორსახეთის საცხოვრებლად არავის არ უჩერდი ათაურობას კარგად